მოგესალმებით. დღეს ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების კლასიკურ მაგალითად არის ქცეული. რა თქმა უნდა, ეს ბრიუსელის ბიუროკრატიას და ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას ეხება. ფრაზა ორმაგი სტანდარტებიც უკვე ძალიან გაიცვითა და მეორე მხრივ, რასაც ევროკავშირისგან ვხედავთ წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკასთან, თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში უკვე ორმაგ სტანდარტსაც ვეღარ დავარქმევთ, მაგრამ ეს ფრაზა მაინც ყველაზე უფრო პოლიტკორექტულია. საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ყოველთვის არსებობდა. ეს ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული ორმხრივი ურთიერთობიდან და დასრულებული საშინაო პოლიტიკით. საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, ყველა თემაზე კომენტარების კეთება და მითითებების მოცემა ევროკავშირის აქაური წარმომადგენლებისა და მათი ევროპელი უფროსების ძირითადი თემა იყო, განსაკუთრებით საქართველოში სააკაშვილის შემოპარვის შემდეგ. გვახსოვს თუ როგორ კეთდებოდა განცხადება განცხადებაზე. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, როგორ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება, პატიმრობა, რომ სააკაშვილს პალატაში აწამებენ, აშიმშილებენ, არაადამიანურად ებყრობიან. ეს განცხადებები ბუნებრივია აცდენილი იყო რეალობას. სააკაშვილს არც არავინ აწამებდა, ხოლო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები მტკიცებულებებით იყო გამყარებული და არავითარ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ადგილი არ ჰქონდა. თუმცა იქ, სადაც ასეთი ფაქტები რეალურად ხდება, რომელიმე ევრობიუროკრატის ფავორიტი ევროპელი ლიდერის ხელისუფლების პირობებში, მაშინ ბრიუსელის ბიუროკრატია დუმს. პოლონეთში 66 წლის ასაკში პოლიტიკოსი ბარბარა სკშიპეკი გარდაიცვალა. ის იაროსლავ კაჩინსკის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი იყო. კაჩინსკი კი პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, სამართლისა და სამართლიანობის თავმჯდომარეა. დონალდ ტუსკის პრემიერობამდე სწორედ ეს პარტია იყო ხელისუფლებაში 2023 წლამდე. საინტერესო ის არის, რომ ბარბარა სკშიპეკი 12 მარტს პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, პროკურორი, რომელიც დაკითხვას აწარმოებდა, ევა ვჟოსეკი, პოლონეთის პრემიერთან და მის პარტიასთან დაახლოებული პირია და იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ადამ ბოდნერის სანდო პროკურორად ითვლება. ბოდნერი თავის მხრივ დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმის წევრი და ტუსკის თანამებრძოლია. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, მოქმედმა პრემიერმა, როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური პარტიის განეიტრალება მოინდომა. ყველასთვის ცხადია, რომ კაჩინსკისთან ბრძოლა ტუსკისთვის მარტივი არ არის. ამიტომ გაიხსენეს რამდენიმე წლის წინ დახურული საქმე ორი ცათამბჯენის შესახებ და დაიწყეს სამხილების მოძიება, იქნებ როგორმე იაროსლავ კაჩინსკი გაანეიტრალონ. ამისთვის კი მისი პარტიის წევრების დაკითხვა დაიწყეს. ბარბარა სკშიპეკი 5 საათის განმავლობაში იყო დაკითხვაზე 12 მარტს. საყურადღებო დეტალია, რომ მას ადვოკატის ყოლისუფლება არ მისცეს. დაკითხვიდან მალევე 15 მარტს ბარბარა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. პოლონეთის ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდაცვალებაში ტუსკის მთავრობას სტებს ბრალს. ამას ემატება ისიც, რომ 2024 წლის დეკემბერში ტუსკის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო. პოლიტიკური თავშესაფარი კი უნგრეთში მიიღო. საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატსა და იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე მარჩინ რომანოვსკიზე. როდესაც პოლონეთზე ვსაუბრობთ, ახლო წარსულიდან უნდა გაგვახსენდეს მათი პოლიტიკოსებისა და მოქმედი თუ წინამთავრობის წევრების აქტიური ჩართულობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ. ასევე გვახსოვს პოლონეთის ხელისუფლებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებითაც. მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავდა 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას განაჩენის გამო. ამ დღეს ნიკა გვარამიას 3 წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. სხვა ქვეყნის მიერ ასეთი განცხადებების კეთება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, სასამართლოზე ზეწოლა და კარნახი, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მართლმსაჯულება. რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები იმაზე, რომ პოლონეთი მზად იყო სააკაშვილი თავიანთ ქვეყანაში გადაეყვანათ. გვახსოვს პოლონელი ექიმების კონსილიუმის ჩამოსვლაც და სკანდალი, როცა ერთმა ექიმმა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარულად გატანა სცადა. ეს ყველაფერი შემთხვევით რომ არ ხდებოდა, პოლონეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენა და მათთვის სასურველი მიმართულების მიღებაზე ზეწოლა იყო, მაშინაც ვამბობდით და ახლაც ცხადია. ერთ შემთხვევაში, როდესაც პოლონეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში რთულ პოზიციაშია და ოპოზიცია მათ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, ევროკავშირის ბიუროკრატია დუმს.
მეორე შემთხვევაში, როდესაც საქართველოში უამრავი სამხილი არსებობდა სააკაშვილის, გვარამიასა და მათი პარტიის წინააღმდეგ, პოლონეთი და ბრიუსელის ბიუროკრატია სამართლიან პროცესს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებდა და ზეწოლას ახდენდა, რომ დამნაშავეებისთვის ხელი არ ავისეხლო და სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ხელი არავის შეეშალა. ერთ შემთხვევაშიც მიკერძოებულია ბრიუსელის ბიუროკრატია და მეორე შემთხვევაშიც. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. პოლონელი პოლიტიკოსის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას sjużety. Barbary Skrzypek, bliskiej wieloletniej pełnomocnika zmarłej Barbary Skrzypek na rozmowę. Barbara Skrzypek na świadka, na wielogodzinne. Barbara Skrzypek jest pierwszą ofiarą tak zwanej demokracji walczącej, powiedział. დღევანდელი ხელისუფლება არ ცნობს არც კანონებს, არც ადამიანის ღირსებას. დღეს ჩვენ აღარც კანონის უზენაესობა გვაქვს, რადგან ის, რაც არ არსებობს, ვერ დაირღვევა. ბარბარა სკშიპეკი იაროსლავ კაჩინსკის ახლო თანამშრომელი გარდაიცვალა. ის დაიღუპა დონალდ ტუსკის რეჟიმის მიერ განხორციელებული შევიწროების შედეგად. მათ მიერ შექმნილი ამ ვითარების შედეგად ბარბარა სკშიპეკი აღმოჩნდა სასიკვდილო ხაფანგში. ერთ წელზე მცირედით მეტია, რაც პოლონეთს დონალდ ტუსკის მთავრობა მართავს. და ამ ერთ წელში პოლონეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალების გამო ის არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ოპონენტების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პარტიული პროკურორები ტუსკის პოლონეთისთვის ჩვეულ მოვლენად იქცა. ახლა კი რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიის, კანონი და სამართლიანობის წევრი ბარბარა სკშიპეკი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, დონალდ ტუსკის მთავრობას მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებენ. დღემდე ჩვენ მსხვერპლები არ გვყოლია. ახლა კი პირველი მსხვერპლი უკვე გვყავს და კითხვა ისმის, კიდევ რამდენი იქნება. დღეს პოლონეთში არც კანონის უზენაესობაა, არც დემოკრატია. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს დემოკრატიას და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის უკვე შესუსტებული სუვერენიტეტიც სრულად გაქრება. როგორც პოლონური მედია იუწყება, ოპოზიციონერი ბარბარა სკშიპეკი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დაკითხვაზე იმყოფებოდა. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც პოლონელები 2 ცათამჯენის საქმეს უწოდებენ. თუმცა ჩვენ დღეს ამ საქმის დეტალებს არ ჩავყვებით. არამედ ყურადღებას შევაჩერებთ იმ ფაქტზე, რომელმაც ჯერ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტი ბარბარა სკშიპეკის მიმართ. შემდეგ კი როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სავარაუდოდ მისი გარდაცვალებაც გამოიწვია. ბარბარა სკშიპეკი მოწმის სახით იქნა დაბარებული მრავალსაათიან დაკითხვაზე. მართალია, რომ მისი ადვოკატი არ დაუშვეს დაკითხვაზე? დიახ, არ დაუშვეს. ეს იყო პროკურორის გადაწყვეტილება? პროკურორს აქვს ამის უფლება. შეუძლია, მას ასეთი უფლებამოსილება აქვს, თუმცა აქ არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ. ცხადია, შენიშნეს, რომ ბარბარა სკშიპეკი იყო მძიმე მდგომარეობაში, ძალიან ნერვიულობდა და სწორედ ამიტომ არ დაუშვეს ადვოკატი. ეს ადვოკატი უდავოდ დაეხმარებოდა მას ფსიქოლოგიურად. პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, არის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში მოქმედი კანონი, რომელიც სრულად აცდენილია ევროპულ სტანდარტს და პროკურორს აძლევს უფლებას მისი სურვილისამებრ დაუშვას, ან არ დაუშვას გამოკითხვაზე მოწმის უფლება დამცველი. მეორე კი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბარბარა სკშიპეკი 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა პროკურორის და მოპასუხე მხარის 2 იურისტის თანდასწრებით. მაშინ, როდესაც მისი ადვოკატი დაკითხვაზე არ შეუშვეს და გარეთ აცდებინებდნენ. არადა როგორც შემდეგ თავად ადვოკატმა გამოაქვეყნა, წარდგენილი ჰქონდა თხოვნა, მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცათ უფლება დასწრებოდა დაკითხვას. მომხდარს ყოფილი პრემიერი მორავეიც კი ასე გამოეხმაურა. წარმოიდგინეთ თქვენი ავადმყოფი დედა ან ბებია, რომელსაც ერთდროულად ესხმიან თავს 3 უკიდურესად გამოცდილი, ცივი და დაუნდობელი იურისტი. ყველა ეს იურისტი დაკავშირებულია ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომელიც ცნობილია იმით, რომ დევნის თავის ოპონენტებს და ცდილობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ციხეში ჩასვას. როდესაც პოლიტიკურ დევნასა და დაუნდობელ პროკურორზე საუბრობს პოლონეთის ყოფილი პრემიერი, ევავ ჟოსეკს გულისხმობს. პოლონურ წყაროებში პროკურორ ევავ ჟოსეცკის პოლიტიკური სიმპათიების შესახებ ინფორმაციის მოძიება ადვილია. ამ ინფორმაციების თანახმად ის ძალიან კრიტიკულად იყო და არის განწყობილი კაჩენსკის პარტიის კანონი და სამართლიანობის მიმართ. მას შემდეგ, რაც ევავ ჟოსეკის სახელი ბარბარა სკშიპაკის მოულოდნელი გარდაცვალების საქმეზე აქტიურად ისმის, პოლონურ მედიაში გამოჩნდა პროკურორის ჯერ კიდევ 2018 წლის პოსტი,
ხდები. ეს არის პერიოდი, როდესაც კანონი და სამართლიანობა სრული უმრავლესობით მართავს ქვეყანას. ევავ ჟოსეკი პოლიტიკური ხასიათის პოსტზე, სადაც განიხილავდნენ მმართველი პარტიის ქმედებებს, წერდა: იცით რა არის ცივად ყველაზე გემრიელი? ცივად ყველაზე გემრიელი შურისძიებაა. ეს იყო სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება, რაც ყველაზე საშინელი იყო, რამაც გამოიწვია უზარმაზარი სტრესი და უდავოდ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ეს იყო პროკურორ ჟოსეკის როლი. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულად შურისძიებითაა შეპყრობილი, რომელიც ამბობს, რომ შურისძიება ცივად უნდა მიირთვა. ასეთ ადამიანს ვერ ექნება ობიექტურობა ამგვარ საქმეში და ეს იყო ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი. სიტუაცია შეიძლებოდა შერბილებულიყო ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. თუ დაუშვებდნენ ადვოკატის თანდასწრებით მის დაკითხვას, მაგრამ ამის ნაცვლად მან გადაატანინა 5 საათიანი კონფრონტაცია. მაშინ, როცა ყველას ჰქონდა ინფორმაცია მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელიც საქართველოს ხშირად აკრიტიკებს, ვითომ და დემოკრატიული უკუსვლის მიზეზით, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, თავად არის პოლიტიკური სკანდალების ეპიცენტრში. ტუსკის მმართველობის 1 წლის თავზე პოლონეთში ვიხილეთ პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური განსხვავებების კრიმინალიზაცია, უკანონო სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური თავშესაფარი ყოფილი იუსტიციის მინისტრის მოადგილისთვის, წმენდები, შურისძიება და ოპოზიციის დევნა. დღეს კი გვაქვს პირველი სიკვდილი ოპოზიციასთან დაკავშირებული მოწმის ფიქციურ საქმეში. როგორც ნახეთ, ტუსკის მთავრობას მხოლოდ სკშიპეკის გარდაცვალებაში არ ადანაშაულებენ. არამედ ის შემჩნეულია ოპონენტების პოლიტიკურ დევნასა და დემოკრატიული სტანდარტების უხეშ დარღვევაშიც. მაგალითად, დონალდ ტუსკის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 2024 წლის ივლისში დააკავეს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარჩინ რომანოვსკი, რომელმაც შემდგომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში მიიღო. ის მაშინ წერდა: პოლონეთში არ არსებობს სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, მხოლოდ პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურორები და მოსამართლეები. აქედან გამომდინარეობს ხელისუფლების რეაქციები. დონალდ ტუსკი გამოიყენებს თავის კონტაქტებს, მაგრამ მე სრულიად მშვიდად ვარ ამ მხრივ, რადგან უნგრელების გადაწყვეტილებები შეესაბამება უნგრეთის კანონს, ასევე ევროპულ ხელშეკრულებებს. გარდა ამ შემთხვევისა, ტუსკის ახლად არჩეულმა მთავრობამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაჩეი ვონსიკი პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში დააკავა. მაშინ ამ ფაქტმა პოლონურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დიდი ხმაური გამოიწვია. კანონი და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენლები მაშინ აღნიშნავდნენ: მოვლენები შოკის მომგვრელია, წარმოუდგენელია, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ პარლამენტარები დაკავებულნი არიან გამოძიების ფარგლებში და მათი იმუნიტეტი დარღვეულია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, დემოკრატიის ხარისხს დონალდ ტუსკის ხელისუფლებას მხოლოდ ოპონენტები არ უწუნებენ. ამერიკული ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს სტატია გამოაქვეყნეს სათაურით, როდესაც დემოკრატები მართავენ არადემოკრატიულად პოლონეთის შემთხვევა. მათ დაადანაშაულეს ამჟამინდელი მთავრობა პოლიტიკოსებზე სისხლის სამართლებრივი ბრალდებებისა და დაპატიმრებების გამო, რომლებიც მიზნად ისახავს შიშის დანერგვას. მოხსენების თანახმად, ტუსკის მთავრობა თანამდებობის დაკავების დღიდან დგამს საეჭვო ნაბიჯებს დემოკრატიის აღდგენის საფარქვეშ, რომელთაგან ბევრი ძალიან ჰგავს იმას, რაშიც მან, ანუ ტუსკმა დაადანაშაულა კანონი და სამართლიანობის მთავრობა. ანგარიშის მიხედვით ისე ჩანს, რომ პოლონეთის როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლებაც ძალაუფლებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს და სისტემის გაჯანსაღებაზე არ ზრუნავდა და არ ზრუნავს. ეს პოლონეთის შიდა საქმეა. აი ჩვენთვის კი ნამდვილად საინტერესოა პოლონეთის როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დღეს უკვე დასტურდება, როგორი მასშტაბის დემოკრატიულ კრიზისშია პოლონეთი, დროა გავიხსენოთ, თუ რის გამო აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიას და ქართულ ხელისუფლებას. მაგალითად, ბარბარა სკშიპეკის მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რის გამოც ტუსკის ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებენ, მის მთავრობას ამ დრომდე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ტუსკს ახსენებენ განხორციელებული პოლიტიკური დევნის და ანგარიშწორების ფაქტებს, მაგრამ ის ისევ დუმს. თუმცა მისი მდუმარება არ გვახსოვს საქართველოსთან დაკავშირებით. ბატონი ტუსკი, რომელსაც არადემოკრატიულ მმართველობასა და ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ, ყველა შესაძლებლობისთანავე თავს ესხმოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოგონილი ბრალდებებით. ვითომ და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებოდა და მას თურმე ციხეში აწამებდნენ.
სააკაშვილის პოლიტიკური დევნა რომ გამოგონილი და აბსურდული ბრალდებაა, საზღვრის უკანონო კვეთას ან ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვასაც რომ შევეშვათ, ადასტურებს ევროპული სასამართლოს დადგენილებებიც, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს ბრალი მიუძღვის პატიმრების სისტემური წამების ნაწილში, ასევე გირგვლიანის საქმეში. ხოლო იმ ბრალდების აბსურდულობას, თითქოს და სააკაშვილი ციხეში წამების მსხვერპლია, მტკიცებაც არ სჭირდება, ყველაფერი სახეზეა, მაგრამ დონალდ ტუსკი მაშინ წერდა. დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს, მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს განიხილონ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე. მეტიც, ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე პატიმარს სააკაშვილს სკამიც დაუდგეს და მისი წერილიც უშუალოდ ბატონმა ტუსკმა წაიკითხა. სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი საპატიმროში განცდილ ფიზიკურ ტკივილზე საუბრობდა. მაშინ, როდესაც დღეს უკვე ღიად ჩანს, რომ პოლონეთი განსაკუთრებით ბოლო წელია, რაც პოლიტიკური სკანდალების ეპიცენტრშია, ამერიკელი ანალიტიკოსები პირდაპირ ადანაშაულებენ არადემოკრატიული მმართველობის გამო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიტიკური მიკერძოების მქონე პროკურორის დაკითხვის შემდეგ, სადაც ადვოკატიც არ დაუშვეს, მოულოდნელად კვდება, პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე თავს უფლებას აძლევს, რუსთაველზე გამოდის, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულობას უწუნებს და აქციიდან მაღალ ტონალობაში კვლავ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ნება მომეცით ბოლოში მოგახსენოთ. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. გარდა ტუსკის მოქმედი ხელისუფლებისა, საქართველოსთან უსამართლოდ დამოკიდებულებით კანონი და სამართლიანობის წარმომადგენლებიც გამოირჩეოდნენ, როდესაც თავად იყვნენ პოლონეთის მომმართველობაში. დღეს ისინი ტუსკის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშწორებასა და შევიწროებაზე ჩივიან. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად იყენებდნენ გავლენებს ბოროტად საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც სააკაშვილის თემით სპეკულირებდნენ და საქართველოს იმიჯს ევროპულ სტრუქტურებში აზიანებდნენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინაციით. მაგალითისთვის, კანონი და სამართლიანობის წევრი და სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად და სიტუაციის იმგვარად წარმოსაჩენად, რომ თითქოს სააკაშვილს პატიმრობის დროს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანასთან დაკავშირებით მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ევროკავშირის მისიით 2023 წელს სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა. ერთ-ერთი პოლონელი კი ეცადა სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა კლინიკიდან ფარულად გამოეტანა, რამაც ბუნებრივად გააჩინა ეჭვები, რომ სააკაშვილის ანალიზების გაყალბება იგეგმებოდა, რათა შემდგომ იმგვარი მანიპულაციური დასკვნა დაწერილიყო, რაც სააკაშვილის უცხო ქვეყანაში სამკურნალო ექსტრადირების წინაპირობებს შექმნიდა. ეს ეჭვი მაშინ კიდევ უფრო გაამყარა ჯერ ექიმის აბსურდულმა ახსნამ, თითქოს და ნიმუში წინდით იმიტომ გამოჰქონდა, რომ ჯიბის ხმარება არ უყვარს. შემდეგ კი პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გამოთქმულმა პრეტენზიამ, თუ რატომ გასაჯაროვდა ექიმის ჩხრეკის კადრები. სინამდვილეში რეალური მიზანი ხომ ისედაც ყველასთვის ცხადია. პოლონური მხარე ჩართული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის კამპანიაში და ექს-პრეზიდენტის ბიოლოგიური ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობაც ამ გეგმის ნაწილს შეადგენდა. არა მხოლოდ პოლონეთის წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ საქართველოს კრიტიკის ნაწილში გამორჩეულები არიან პოლონელი ევროპარლამენტარებიც. ჩვენ უნდა განვიხილოთ პერსონალური სანქციები მათ მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ასევე ზომები ქართული ოცნების სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მე მსურს ვისაუბრო ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. მე ძალიან შეშფოთებული ვარ მისი ბედით. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსებმა საქართველო ამ არადემოკრატიულ გზაზე დააყენეს. ეს მთავრობა არის ჩაგვრისა და დევნის პოლიტიკის მიმდევარი. ის ცდილობს ჩაახშოს და დასაჯოს ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ამ ანტიდემოკრატიული რეჟიმის დასასრულისთვის. სულ ახლახანს კი პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხაილ კობოსკომ ერთ-ერთ ქართულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს:
ბელორუსში ხავთ 1200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბევრი ნიშანი, ბევრი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს ბელარუსულ გზაზე დგას. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს, განსაკუთრებით კი მისი პატიმრობის გახანგრძლივებულ ვადას. ვიცით, რომ ის ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენი მხარდაჭერა თქვენი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ. ის არის დემოკრატიული საქართველოს ნაწილი და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსებს ასე მოიქცნენ. საქართველოზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. საქართველოს დემოკრატიას იწუნებენ პოლონელი ევროპარლამენტარები, პოლონეთის წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ითხოვენ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლებას და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და ერევიან. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც პოლონეთი პოლიტიკურმა სკანდალებმა და ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა მოიცვა. ხო და ჟობს საკუთარ ქვეყანაზე კონცენტრირდნენ, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საუბარი და არაერთი ფაქტი არსებობს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშწორების, პოლიტიზებული პროკურორებისა და ადამიანის დარღვეული ფუნდამენტური უფლებების, ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ განსახილველი პოლონეთში მიმდინარე პროცესებიც საკმარისად აქვთ, ნაცვლად საქართველოზე უარგუმენტო ბრალდებებისა. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო ინტენსიური ხდება საერთაშორისო პოლიტიკა, მით უფრო კარგად ჩანს, რომ დღეს ევროკავშირი ის ევროკავშირი აღარ არის, ადრე რაც ეგონა უმრავლესობას. პოლიტიკის ინტენსივობა გაზრდილია, იქნება ეს ომი უკრაინაში, დონალდ ტრამპის ამერიკასთან ურთიერთობა, მოსალოდნელი სავაჭრო ომი შტატებსა და ევროკავშირს შორის, რუსეთთან დამოკიდებულება, ჩინეთთან დამოკიდებულება თუ ევროკავშირის საშინაო პოლიტიკა. დღეს ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა. ეს პრობლემები კი ნელ-ნელა დაიწყო, მაშინ როდესაც ამუშავდა Deep State-ის გეგმა ევროკავშირის კონკურენციის გზიდან ჩამოშორებისა და შტატებზე დამოკიდებულების გასაზრდელად. ეს გეგმა სამწუხაროდ ბრიუსელის ბიუროკრატიამ მიიღო. ძველი პოლიტიკოსები თანმიმდევრულად ჩანაცვლდნენ ახალი მარიონეტებით და მივიღეთ ვითარება, როდესაც ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად მართვადია. მანამ სანამ ბაიდენი იყო შტატების პრეზიდენტი, ბრიუსელიც თითქოს და ინარჩუნებდა თავის როლს, მიუხედავად იმისა, რომ ეს როლი ნაძალადები და მოჩვენებითი იყო. როგორც კი ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი და ევროკავშირს რეალობის დანახვა მოუწია, აღმოჩნდა, რომ ფონ დერ ლაიენს, კაია კალას, ანტონიო კოშტასა და სხვებს არათუ რუსეთთან, შტატებთანაც არ შეუძლიათ ნორმალურად მოლაპარაკებების წარმოება და საერთო საკითხებზე შეჯერება. ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა რუსეთს უპირობო მტრად მოიხსენიებს და როდესაც მოკავშირე შტატებთან არ შეუძლიათ მოლაპარაკებები, მტერს როგორ უნდა ესაუბროს ეს პოლიტიკური ელიტა? ვერანაირად. სწორედ ამაშია დღევანდელი ევროკავშირის ტრაგიზმიცა და კომიკურობაც. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4-ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.